საშობაო გამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიცია სახელწოდებით ზამთარი რამდენიმე წელია ტრადიციად იქცა. ზამთრის თემაზე შექმნილი ნამუშევრები როგორც ბათუმელმა, ისე სხვა ქალაქებში მოღვაწე მხატვრებმა წარმოადგინეს. დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა იანდრის შვარი წვებამდე შეეძლება. დღესვე ბათუმის მერმა მხატვარ ბესელიას საპატიო ბათუმელის წოდება მიანიჭა. ტრადიციად იქცა საშობაო გამოფენა. შობის და ახალი წლის მოლოდინში კეთდება ყოველთვის დეკემბრის ბოლოს და ესეც არის ერთ-ერთი თემატური გამოფენა, თემატური იმიტომ ქვია, რომ ძალიან გვინდოდა რომ ბათუმში გათხოვებულიყო, მაგრამ არ გათხოვდა და გადავწყვიტეთ ჩვენი სურათებით, ასე ვთქვათ, ფერწერული სურათებით გამოგვესახა ეს თოვლი. ესეთი ექსპოზიცია, რომელიც არაერთ სახელგანთქმულ გალერეას დაამშვენებდა. მე მინდა ბათუმელებს ხო მოვიდნენ გამოფენაზე და ნახონ ისეთი არაჩვეულებრივი ავტორების ნამუშევრები, როგორიც არის ბატონი ვახტანგ ბესელიანი, ნინო ნიჟარაძე, ჩვენი ახალგაზრდა მხატვრები, არის ძალიან საინტერესო ნამუშევრები. და რა ვიცი, მე მგონი საშობაო განწყობა არის ძალიან ამაღლებული და ძალიან ნათელი. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მან ბათუმის პოპულარიზაციაში, თვითონ ბათუმისათვის ღირსების შესაქმნელად ის დიდი წვლილი შეიტანა, ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის საპატიო ბათუმელის წოდება მიგვენიჭებინა და მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულად მე მაინც იუბილესთან დაკავშირებით მინდოდა ეს გამეკეთებინა, დღეს მომეცა საშუალება მისთვის მიმელოცა და ის მისალოცი ადრესით გადამეცა.